ანა კომლაძე ვარ, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი. თბილისის მერიაში ვიმუშავე 10 წელი და 10 წლის თავზე გამათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, ერთმნიშვნელოვნად ჩემი პოზიციის გამო. პირველი, ესე იგი, უფრო მნიშვნელოვანი დარტყმები დაიწყო 2023 წლიდან, როდესაც პირველად შემოიტანეს კანონი აგენტების შესახებ და მაშინაც მქონდა ჩემი ძალიან მკვეთრი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით და ღიად გამოვხატე სოციალურ ქსელში, რასაც მოყვა თავდასხმა ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან. ეს იყო დასასრული და კულმინაცია იმ ორწლიანი შემოტევებისა, რაც ჩემ მიმართ ხორციელდებოდა. გაშვების მიზეზი და საფუძველი ჩემთვის არავის არ აუხსნია. დღემდე არ მაქვს მე დასაბუთება. ახსნა განმარტება თუ რატომ გამიშვეს სამსახურიდან, ჩატარდა რეორგანიზაცია, რომელსაც არანაირი წინაპირობა არ ქონია, უშუალო ხელმძღვანელებისგან არანაირი სამზადისი რეორგანიზაციის არ ყოფილა. ეს რეორგანიზაცია იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები გავეშვით სამსახურიდან, იმიტომ რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩემს სამსახურში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ 3 ადამიანი გაგვათავისუფლეს. მერიდან გათავისუფლებულ ადამიანებს შორის ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ უმეტესობა ვართ ქალი, სწორედაც. უმეტესობა და ეს ნიშანი აშკარად გამოკვეთილია. იცით რა, საჯარო მოხელის ხელფასი არის ძალიან დაბალი, რასაც ვერ ვიტყვი მაღალი რგოლის მენეჯმენტის ხელფასზე. 10 წლის მუშაობის დაკვირვებით, რაც საჯარო მოხელე ვარ, ძალიან იზრდებოდა თანამდებობის პირთა, ხელმძღვანელთა ხელფასები და დაბალი რგოლის სპეციალისტების ხელფასები რჩებოდა დაბალ დონეზე. ჩემი შემოსავლის წყაროს მხოლოდ ხელფასი წარმოადგენდა. არანაირი სხვა შემოსავლის წყარომი არ მქონდა, მოგრძალებულად ამ დაბალ ხელფასზე ვცხოვრობდი და ძალიან რთულია ჩვენ ქვეყანაში იყო ქალი, იყო დედა და გიწევდეს აი ამ უთანასწორო პირობებში ცხოვრება. მერიაში ვმუშაობდი კულტურის სპორტი ახალგაზრდობის სამსახურში. პროექტების და პროგრამების მთავარი სპეციალისტი ვიყავი. ჯამში 6 წლამდე გამოვდი, 5 წელი და რამდენიმე თვე. შუაში მქონდა წყვეტა, საზღვარგარეთ ცხოვრობდი და რომ დავბრუნდი, ჩემო ყოფილმა თანამშრომლებმა შემოთავაზეს, რომ კვლავ დავბრუნებოდი იმ პოზიციას, იმიტომ რომ გამოცდები კარგი თანამშრომელი ვიყავი, ესე გამოდიოდა. როდესაც ეს 28 ნოემბრის ცნობილი განცხადება იმ პრემიერის რის შემდეგაც დაიწყო მასობრივი აქციები თბილისის ქუჩებში. სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებმა, მათ შორის მერიიდანაც განცხადებას მოვაწერეთ ხელი, სადაც პროევროპულ კურსს გამოუცხადეთ ერთგულება და დავიცავით ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ვალი არის, რომ ვუერთგულოთ კონსტიტუციას, საჯარო მოხელეს პირდაპირ ევალდებულება კონსტიტუციის ერთგულება. შესაბამისად, ჩვენს მე ერთ-ერთი ხელმომწერი ვიყავი, ჩვენს გამოვაქვეყნეთ მსგავსი განცხადება, რის შემდეგაც ძალიან სწრაფად ადამიანები, რომლებიც ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულები, შეუწყვეტეს ხელშეკრულება და უთხრეს, რომ უბრალოდ ეს კადრები აღარ სჭირდებოდათ. თუმცა ეს ასე არ იყო, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ძალიან საჭიროა. მაგალითად, ჩემი მეგობარი, რომელიც იუნესკოს პროექტის კურატორი იყო, ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ამ საქმიანობას კურირებდა და როგორ შეიძლება რომ ეს კადრი არ სჭირდებოდეთ, ხო? ასევე ერთადერთი იურისტი ყავდა სამსახურს, რომელიც ასევე მოხსნეს და სამსახური დატოვეს იურისტის გარეშე. მე ვიყავი შტატიანი თანამშრომელი და ჩემს შემთხვევაში დასჭირდა რეორგანიზაცია და მე და ჩემი მეგობარი, რომლებიც ორივენი ხელმომწერები ვიყავით, ჩემი თანამშრომელი კოლეგა, ერთად გაგვათავისუფლეს დეპარტამენტიდან, სადაც 3 ადამიანი მუშაობდის და დარჩა მხოლოდ 2 ადამიანი, რომლებიც ხელმომწერები ვიყავით რეორგანიზაციის ფარგლებში შემცირდა ჩვენი შტატები. ჩემს შემთხვევაში კიდევ დისკრიმინაციული რაც არის ის, რომ მყავდა 3 წლამდე ბავშვი, სადაც კანონი პირდაპირ მიცავს, რომ არ უნდა ეხებოდეს 3 წლამდე ბავშვის მშობელს, დედას
რეორგანიზაცია არც ერთ შემთხვევაში მათ შორის თუ მას აქვს დისციპლინარული გადაცემა, რამდენადაც სწორად ვციტირებ, მე მგონი კანონში ეს არის, თავად არ ვარ იურისტი, თუმცა ასე ვიგებ მე პირადად იმ ჩანაწერს, რაც კანონში არის. რაც შეეხება გათავისუფლებულებს, მინდა გულისხმობთ თქვა, რომ უმეტესობა არიან ქალები. ჩვენ ამაზე ესე ოფიციალური მე ასევე პროფესიული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და ჩავატარეთ ესე და ასე ვთქვა დოკუმენტალური კვლევა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ბენეფიციარებიდანაც რომ ამოვიდეთ, უმეტესობა არიან ქალები.